18 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან სიმართლე, რომელიც ერთია, რომ რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე 7 აგვისტოს და ამ თარიღში დაიწყო ომი. ეს არის სიმართლე და ტყუილი არის ვერსია, რომელსაც გვთავაზობს პუტინი ამ ომის პირველივე დღიდან და რომელსაც იმეორებს დღეს ივანიშვილი, რომ ომი დაიწყო 8-ში და რომ საქართველოს მაშინდელმა მთავარსარდალმა დაიწყო ომი. მოკლედ, ეს არის რეალობა, რომელიც მხოლოდ პუტინის ოცნებებში იყო და ქართული ოცნება იმეორებს ამ ვერსიას დღეს. ყველა სხვა დასავლელი პარტნიორი, ყველა სხვა ქვეყნის დასავლეთის ქვეყნების საელჩოებმა დღეს გამოაქვეყნეს განცხადება, დაგმეს რუსული ოკუპაცია, თქვეს რომ ომი 7-ში დაიწყო და რომ რუსეთის განგრძობითი ოკუპაცია გრძელდება და ის არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ნინო კალანდაძე ჩაგორთვება ახლა პირდაპირ ეთერში, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი. მოგესალმებით ნინო. სად მოვედით საერთოდ? რეჟიმი, რომელიც დღეს ოფიციალურად იჩემებს, რომ არის ხელისუფალი, მისი ვერსია, ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლებაში გამაგრებული ძალის ვერსია, იდენტურია რუსული პროპაგანდისტული ვერსიის. ეს სად მოვედით? საღამოშიდობის ოფო, მივესალმები თქვენს მაყურებელს. 2008 წლის 7 აგვისტო არის იმ საუკუნოვანი ომის გამოვლინება, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ეს არის ომი კავკასიის რეგიონში გავლენების შესანარჩუნებლად, იმავე ომის ნაწილი, რომელსაც ის უკვე მეხუთე წელია აწარმოებს უკრაინაში, უკრაინის სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. იქ კასპიის ზღვის რეგიონში გავლენების აღსადგენად და იმ გეოპოლიტიკური ზრახვების ნაწილი, რომელთა მიღწევა ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ 2007 წელს დაანონსა მიუხედავად კონფერენციას. უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელსაც ის 2012 წლიდან საქართველოში აწარმოებს ჰიბრიდული გზით. რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოს დაპყრობა და თბილისის აღება ტანკებით, ნახარა რომ ამან არათუ დაყო საზოგადოება, არამედ გააერთიანა იგი მტრის წინააღმდეგ და მან მერე შეცვალა ტაქტიკა და შეძლო ქართული საზოგადოების დაყოფა ჰიბრიდული მეთოდებით, მისი შეცდომასი შეყვანა манипуლირების გზით და შემოგვაპარა ტროას ცხენი, რომელმაც 14 წლის წინ აიღო დედაქალაქი და ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მტერს, ოკუპანტს და დამპყრობელს ძალაუფლება გაუმყაროს, მით უფრო რომ რუსეთის ავანტურა უკრაინის წინააღმდეგ საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა. ახლა რაც შეეხება თავად ომის დაწყების თარიღს და რასთან გვაქვს ჩვენ საქმე. სხვათა შორის ის, რომ 7 აგვისტო ამ ეტაპზე არის საერთაშორისოდ აღიარებული თარიღი რუსეთის საქართველოში ოფიციალურად შემოჭრის, ამის უკან დგას ძალიან დიდი ძალისხმევა, რომელიც გაიღო წინა ხელისუფლების საერთაშორისო გუნდმა, მაშინ, იმიტომ რომ სხვათა შორის იმ ნაწილში კალაძე არ ტყუის, როცა ამბობს, რომ 2008 წელს საზოგადოების საერთაშორისო თანამეგობრობა ჯერ საერთოდ არ იყო სათანადოდ კონსოლიდირებული და სათანადოდ გააზრებული არ ქონდა თუ რუსეთი რა ტიპის საფრთხეს წარმოადგენდა დასავლეთისთვის და ამიტომ მაშინ ბევრისთვის, მათ შორის დასავლეთშიც საკმაოდ ხელსაყრელი ფორმულირება იყო ის, რომ შესაძლოა 8 აგვისტოს დაწყებულიყო ომი, იმიტომ რომ ეს იყო რუსეთის მიერ წინასწარ შექმნილი თარიღი და ჩვენ გვახსოვს მერე უკვე პროპაგანდისტული კადრები, როდესაც ეს 08 ტრიალებდა საკმაოდ წარმატებით, ეს იყო წინასწარ მომზადებული, იმიტომ რომ ამით ისინი საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ასაბდებდნენ, რომ მათ ერთგვარი კაზუსბელი ექნებოდათ, თუ საქართველოს აღმოჩნდებოდა ის, ვინც პირველი ცეცხლი გახსნა. საბედნიეროდ შესაძლებელი აღმოჩნდა ფაქტების დადასტურება და ამავდროულად ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად იმის მიღწევა, რომ სიმართლე გაიგო მსოფლიომ და სიმართლე გაიგო მსოფლიომ ჯერ კიდევ მაშინ, მაგრამ ყველაზე გვიან, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და თავს დაესხა უკრაინის ამჯერად სუვერენიტეტს და მოინდომა კიევის დაპყრობა, მაშინ ყველაზე გვიან ფარდა აეხადა მის 2007 წელს გაცხადებულ ზრახვებს, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალიან ნათლად დაინახა, ვინ იყო აგრესორი, რა საფუძვლით მოქმედებდა ის, რა მოტივები ამოძრავებდა მას და რომ სინამდვილეში 2008 წლის ომის გაგრძელება იყო ის, რაც შემდგომ მოხდა 2014 წელს უკრაინაში და ის, რაც შემდეგ მოხდა 2022 წელს ასევე უკრაინაში. ეს არის ერთი დიდი გეოპოლიტიკური ომის ნაწილი, რომლის გზითაც რუსეთი ცდილობს თავის იმპერიული ზრახვების სისრულეში მოყვანას და რომელიც გულისხმობს
ტერიტორიაზე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის შესული დასავლეთი ინსტიტუციური გზით, იმ სახელმწიფოებზე მოიპოვოს სრული გავლენა და მან შეძლოს ამ სახელმწიფოების ტერიტორიების სრული კონტროლი ისე როგორც მას ესურს და მის კორუფციულ თუ არ ვიცი ავადმყოფურ ინტერესებს წაადგებოდა. საბედნიეროდ ეს არის ის მოცემულობა, რომლის გარშემოც როგორც ქართული საზოგადოება, ისე საერთაშორისო თანამეგობრობა კონსოლიდირებულია. მე უნდა ვაღიარო, რომ განურჩევლად ჯერ კიდევ ოდესღაც პოლიტიკური გემოვნების განსხვავებებისა ქართული ოცნების გარშემო არასდროს ქართული საზოგადოების არც ერთ წარმომადგენელს არ უპატიებია ქართული პოლიტიკოსისთვის განცხადებები, რომლითაც ის ქართულ სახელმწიფოს და მაშინდელ ხელისუფლებას დაადანაშაულებდა ომის დაწყებაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არკვევს, ვინ არის მტერი და ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რომ რუსეთს ამ ქვეყანაში არავისთვის კარგი არ უნდა. რუსეთს სახელმწიფოსთვის კარგი არ უნდა. ის ტერიტორიები, საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და საქართველოს იბრძვის დღეს იმისთვის, რომ თავისუფლება მოიპოვოს. მრავალსაუკუნოვანი თავისუფლება, რომლისთვისაც იბრძვის ამდენი ხანია. კი ბატონო და აქვე უნდა ვახსენოთ დღეს რა განცხადებებიც მოვისმინეთ კალაძე იყო გამორჩეული დასავლეთმა ვერ ააგორაო მოკლედ მაშინო რუსეთის წინააღმდეგო ის რაც ახლა ააგორაო ესე იგი წარმოუდგენელი ლოგიკა საერთოდ ეს ტვინში როგორ უნდა დაუშვა რა იყო ასაგორებელი მოვიდა შენი მოქალაქე მოკლა დაბომბა შემოიჭრა შენს ტერიტორიაზე და რა იყო საქართველოში ასაგორებელი ოკუპანტის წინააღმდეგ აი ეს ლოგიკა განცხადება რომელიც საფუძველშივე აგვისტოს ომის კვირეულში ისევე როგორც ყობახიძის მხრიდან საგანგებოდ გამოგდებული განცხადება რუსოფობიაა საქართველოშიო ეს რა კამპანიის ნაწილია სოფო ასეთი განცხადება ვინმეს რომ გაეკეთებინა ვინმეს ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ პოლიტიკოს არა საქართველოში რომ გაეკეთებინა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები მას უნდა ესხმოდნენ თავს და საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლები ამ ასად განცხადებას უნდა იღებდნენ როგორც გამოწვევას იმისთვის რომ ეს წარმოუდგენელი უტიფრობა შეასწორებინონ ნებისმიერს ვინც ამას იკადრებდა მაგრამ ვინაიდან ჩვენ ქართული ოცნების სახით გვყავს რუსული ოცნება ერთეული რომელსაც თბილისი ყავს ოკუპირებული რუსეთის დავალებით სრულიად ლოგიკურია რომ ისინი ზუსტად იმას ამბობენ რაც არა მხოლოდ რუსეთის ინტერესში შედის არამედ რაც არის რუსეთის მიერ მომზადებული ტექსტი თუ როგორ უნდა ისაუბრონ მათ აგვისტოს ომის შესახებ როგორ უნდა ისაუბრონ მათ ქართულ სახელმწიფოებრიობის შესახებ და რაც თავარია ამ ბოლო დროს შეიცვალა და ისაუბრონ არა მხოლოდ საქართველოზე რუსეთის პოზიციებიდან არამედ რუსეთზეც როგორც მსხვერპლზე ამ ომებში, რომელსაც ის აწარმოებს სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ. ეს არის ამ პოზიციაზე რუსეთის მოქალაქეებიც კი აღარ არიან დღეს, რომლებიც აღარ ამართლიან. რუსეთის მოქალაქეებიც კი აღარ არიან. ნამდვილად. და ამას არ ვიცი, სიფრთხილით თუ აჟღერებს რუსეთის დღეს რაღაცა პუტინის კარზე მყოფი პოლიტიკოსები, რომლებიც ამას უწერენ კალაძეს და მერე ის აქ აჟღერებს და ეს არა მხოლოდ უტიფრობაა, არამედ თუ რამე არის სახელმწიფოს ღალატი, არის მტრის ინტერესების თავისად გაჟღერება, რასაც ესენი აკეთებენ ყოველდღიურად სულ უფრო ომახიანად და მე მგონია რომ ეს არ არის კამპანია, ეს არის რუსეთიდან მოსული ახალი ინსტრუქცია, რომელიც სწორედ იმ გარემოებას ეხმიანება რაზეც ვსაუბრობდი რომ მათ უკრაინაში ისეთი ომახიანი წარმატება ვერ აქვთ როგორც ისურვებდნენ მოცემულ მომენტში დროის მოცემულ მომენტში და ომის მიმდინარეობისას მათ ამ წუთას განსაკუთრებით უჭირთ და ახლა განსაკუთრებული რესურსით მიდის ძალაუფლების კონსოლიდაცია იქ ავწატებდები ძალიან დიდი მადლობა ნინო კალანდაძეს უსმენდით და 18 წელი აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან დიდება გმირებს ჩვენ ამ ფრაზით უნდა დავასრულოთ ეს გადაცემა და კი ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირები და გვახსოვს